გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს ვიდეო არის მათთვის, ვინც ზუსტად იცის, რომ არის მესამე ურთიერთობაში. ან თავად ხართ, ასე ვთქვათ, მესამეს როლში. მაშასე ნახოთ პირველ რიგში თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. ვინ ხართ თქვენ? შემდეგ ვინ არის თქვენი ადამიანი და ვინ არის ის, ვინც ითვლება თქვენ ორს შორის მესამე, რა პიროვნებაა? ესე იგი, ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ძალიან სტაბილური ადამიანი, რომელიც არის ბრძენი, რომელსაც უსმენენ, რომლის რჩევებს ითვალისწინებენ, დაუშვათ თქვენი დაქვემდებარებულები, ან ნათესავები, მეგობრები და ასე შემდეგ. თქვენ გაქვთ წონა, ასე ვთქვათ, საზოგადოების თვალში, სადაც თქვენ მოღვაწეობთ. ასევე თქვენთვის პრიორიტეტი არის, შეიძლება ითქვას, თქვენი სახლი, თქვენი ოჯახი და თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად, ასე ვთქვათ, წინ მიიწევს განვითარების კუთხით. დაახლოებით ეს არის თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. ვინ არის თქვენი ადამიანი? რა არის მარგო? მოდი. ჩემი გადაკნავის. ვინ არის თქვენი ადამიანი? თქვენი ადამიანი თქვენსავით ჩამოყალიბებული პიროვნება არ არის. ის არის ცოტა დაბნეული, მას აქვს დიდი არჩევანი, შეიძლება ითქვას, ის ორიენტირებულია ცხოვრებაში უფრო სიამოვნებაზე, ასე ვთქვათ. რა დღეში ხარ, მარგო? ხედავთ ალბათ. ვერ ისვენებს, როცა ვიდეოს ჩაწერას ვიწყებ. თქვენი ადამიანი არის უფრო, ასე ვთქვათ, მსუბუქი თქვენთან შედარებით ხასიათით ვიძახით. თქვენ გაქვთ უფრო მძიმე ხასიათი. მას უფრო რაღაც მსუბუქი, ასე ვიტყოდი. ვინ არის მესამე, ვისაც თქვენ თვლით, რომ არის მესამე თქვენს ურთიერთობაში? ეს ვინ არის, რა პიროვნება, რა ადამიანია? ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ უპოვია თავისი ადგილი. შეიძლება ეს ადამიანი არის სახლისგან შორს, ბედისაძიებლად შეიძლება წასული, იძულებით რაღაც ესე, იცით როგორ არის, იმყოფება იმ ადგილას, სადაც შეიძლება მას თვითონ არ უნდა რომ იყოს. შეიძლება მენტალურად არის ასეც ვიფასებო, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით, ჯერ ვერ დამკვიდრდა იქ, სადაც მას სურს დამკვიდრება. შეიძლება მას ასევე ჰყავდეს შვილი. ან შვილები და ის ეძებს, ასე ვთქვათ, ახალ ნავსაყუდელს, ასე ვთქვათ, მეტაფორულად მისთვის და მისი შვილისთვის. რაღაც ამდაგვარი სიტუაცია, ვისთანაც რეზონირებს, ვიფასებო, განაგრძეთ ნახვა. ვისთანაც სრულიად სხვა სიტუაცია და საერთოდ არ ემთხვევა თქვენს ისტორიას, რა თქმა უნდა, არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ნახოთ თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, დაინტერესებულია ამ მესამე პიროვნებით, თქვენში, რომელიც არის მესამე. დაინტერესებულია მისით თქვენი ადამიანი, რას ფიქრობს მასზე. მოდით ვნახოთ. ცით როგორ არის ვიფასებო. დაინტერესებულია ის, რა თქმა უნდა, ოღონდ დაინტერესებულია მსუბუქი ურთიერთობით, ისე როგორც ის უყურებს ცხოვრებას ზოგადად. მას სურს ურთიერთობა პასუხისმგებლობების გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ის თვლის, რომ თუ პასუხისმგებლობას აიღებს, მას აუცილებლად იმედი გაუცრუდება. რატომღაც ასე თვლის ეს ადამიანი. ესე იგი, მას
არ სჭირდება იმედგაცრუება, ამიტომ არ იღებს პასუხისმგებლობას, დისტანცირდება ამ ადამიანისგან, თუმცა ზოგჯერ შეხვედრები რატომაც არა, ანუ არ არის წინააღმდეგი, დაინტერესებულია კიდეც რაღაც მსუბუქი შეხვედრებით. რას აკეთებ? რატო შემოვარდი? არ წამიქცი. თუმცა უფრო მეტად აქ დაინტერესებული მასზე მეტად არის აი ის პიროვნება მესამე. რა გინდა, რატო ვერ ისვენები? ვერ ისვენებს. კარგით. გამებნა ქონება ეხლავე. ესე იგი, მოდით ნახოთ თქვენზე რას ფიქრობთ თქვენი ადამიანი, თქვენ ვიხართ მისთვის. ესე იგი, თქვენზე გეტყვით ახლა რასაც ფიქრობთ, ვიფასება უბრალოდ მოითხოვს გაშლა, რომ კიდე დავამატო. თქვენზე რას ფიქრობს? თქვენთან ურთიერთობა პირველ რიგში მას სურს, თქვენთან ურთიერთობა ძალიან, მაგრამ უკმაყოფილოა იმით, რომ თქვენგან ვერ გრძნობს იგივეს. თქვენგან ის გრძნობს გულგრილობას, თითქოს თქვენ მასზე ახმატებული ხართ რაღაცით. თითქოს თქვენ მას საერთოდ არ განიხილავთ თქვენს გვერდით. ამით ის ძალიან უკმაყოფილოა, მას სურს, რომ მისი სიტყვის მიხედვით იყოს თქვენი ურთიერთობა, ანუ რასაც თვითონ იტყვის, რა ბრძანებასაც გასცემს, ისე იყოთ თქვენ. ის ასევე ფიქრობს, რომ თქვენ იცით როგორ ხართ, ანუ არ გსურთ დანახვა რაღაცის, არ გსურთ კონკურენციაში ჩაბმა სხვებთან, არ გსურთ მათ თავი გაუყადროთ. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ის არაფერში არ გჭირდებათ. თქვენში არის ყველა ის თვისება, რაც შეიძლება იყოს რამოდენიმე ადამიანში, რამოდენიმეში სხვადასხვა ადამიანებში, თქვენში ერთშია ეს ყველაფერი თავმოყრილი. ამიტომ თქვენ არ ხართ ის პიროვნება, ვინც კონკურენციაში შეხვალთ ვინმესთან. არ ვამბობ, რომ რამე აპარტავანი ხართ და თავი კონკურენტო გოგონიათ, არა. ეს არის ადეკვატური, ასე ვთქვათ, თქვენი საკუთარი თავის მიმართვით შეფასება და ასევე თქვენ არ გსურთ რაღაც, ასე ვთქვათ, დრამებში ჩაბმა. თქვენ არ გსურთ. თუ იქნება თქვენი ადამიანისგან პასუხისმგებლური საქციელი ჟესტი, რომ იღებს თქვენზე პასუხისმგებლობას, გაძლევთ სტატუსს, მაშინ შესაძლებელია დაფიქრდეთ. ანუ არ ჩანს აქ, რომ ეგრევე შეიძლება დათანხმდეთ. ჩანს, რომ დაფიქრდებით იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება სერიოზული ნაბიჯები თქვენსკენ გადმოდგმული. ის ასევე თვლის, რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება, თქვენ ხართ მისი ადამიანი, მიუხედავად იმისა, ამ ურთიერთობაში მესამეა, მეოთხეა, მეხუთე, რამდენიც არ უნდა იყოს სხვა პიროვნებები, ამას არ აქვს მნიშვნელობა მისი აზრით, ის თქვენ გთვლით თავის ადამიანად. კარგით. დავუშვათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ მესამე, ხო შეიძლება დავუშვათ თქვენ იყოთ ამ ურთიერთობაში მესამეს როლში. ამ შემთხვევაში თქვენზე რას ფიქრობს ეს ადამიანი? თუ თქვენ ხართ მესამე, ამ შემთხვევაში თulis ეს, რომ რაღაც უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება არ შეიძლება, რაღაც ნერვებზეა ძალიან, სურს მოგწეროთ, სურს რაღაც კიდევ ერთი შანსი თითქოს თქვენგან, მაგრამ ცით როგორ არის, ისე იგი
ის